საამშვიდობის დღეს გვაქვს თემა რელიგია გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაში. ალბათ ცოტა ისეთ რაღაცას ჩავეჭიდე, რაც ჩემი სფერო არაა, მაგრამ მაინც გავბედეთ. თვითონ გურამ დოჩანაშვილის ინტერვიუებს რომ მოусმინე, რაც იყო ინტერნეტ სივრცეში. ბევრს ლაპარაკობს იმაზე თუ რა გავლენა მოახდინა ბიბლიამ მასზე. თუნდაც მის მთავარ ნაწარმოებზე, ხო, სამოსელი პირველი ვიცით, რომ უძღებიშვილის იგავით არის შთაგონებული. ეგრო წავიკითხეო, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავიო და ძალიან ღრმა გავლენა მოახდინა ჩემზეო. იმდენად რომ რამდენიმე კვირა ფიქრობდიო ამ ტექსტზეო. ზოგადად ეს წამოწევს პირველ საკითხს ტექსტის გავლენა რამხელაა და ისე რომ წარმოვიდგინოთ ბიბლიის გავლენა მსოფლიო მწერლობაზე, რა ვიცი, რომელი დიდი მწერალის კიდე დაასახელეთ, იქაც ნახავთ ამ ხელწერას, ხო? დოსტოევსკი თავისთავად ვიცით, რომ ყველა მისი რომანი ციტატით იწყება სახარებიდან და მერე შიგნითაც და ტოლსტოიც, რომელმაც თავის სახარება შექმნა, მაგრამ მაინც არის ბიბლიის გავლენის ქვეშ. და ბევრი რუსთაველი ავიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხატრული ნაწარმოებია და პოემა, იქაც დიდია გავლენა საღვთო წერილის. მისი პერსონაჟები კი არიან მუსლიმები, მაგრამ რეალურად ქრისტიანული სულისკვეთებით არის დაწერილი. შეჯამებაც არის სხვადასხვა მსოფლმხედველობის. ამიტომ ამ კუთხით რომ ვიმსჯელოთ, ისინიც კი ვისაც არ სწამს ღმერთი და რელიგია, ისინიც არიან ბიბლიის გავლენის ქვეშ, ბიბლიის ტექსტის გავლენის ქვეშ. ან ჩვენ რო ფიქრობთ, რომ არ სწამთ, ან თვითონაც რო ამბობენ, მაგრამ არიან მაინც გავლენის ქვეშ. დიდი მოღვაწეებიც იყვნენ ეს დიდია გავლენა და დოჩანაშვილიც არ არის გამონაკლისი აქ, მაგრამ ეს მისი პირადი აღიარება ინტერვიუში პირდაპირ გვიდასტურებს, რომ ამ გავლენის ქვეშ იყო. და სანამ გადავალთ უშუალოდ მის, ასე ვთქვათ, რელიგიაზე მის ნაწარმოებებში, მინდა მაინც და რა თემებია ბიბლიაში ესეთი წამოწეული, რომ ყოველთვის ახდენს დიდ მწერალზე გავლენას. პირველი ღმერთი თვითონ. ღმერთის თემატიკა არის წამოწეული ბიბლიაში და ამაზე მიმართება არის პირდაპირ ტექსტების, ვინ არის ღმერთი, როგორია, იმ დონეზე, რა დონეზე ტექსტით შეიძლება დაიწეროს, ხო? სამ კონტინენტზე იწერება ეს წიგნი და 40-მდე ავტორი წერს. და რომ შეადარებ სულისკვეთებითად ძალიან ჰარმონიულია. საინტერესო წიგნი არის თვითონ თავისთავად. და იწერება დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1500 წელი, უხეშად 1400 წელი ვთქვათ მოსე და მერე პირველი საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვით, აი დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში იწერება 40 ავტორის მიერ და დღემდე ყველაზე გავლენიან წიგნად ითვლება. ღმერთი არის პირველი თემა ბიბლიაში, როგორც არ უნდა გავექცეთ ამ საკითხს, ღმერთი და მისი დიდება. მეორე, ეს არის ადამიანი. ვინ არის ადამიანი, რა არის მისი ფუნქცია, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, რა დანიშნულება აქვს ადამიანს, რატომ უნდა სწამდეს ადამიანს ღმერთი და რატო ჯობია რომ სწამდეს ღმერთი, რა შედეგები აქვს იმას რომ სწამს და რა შედეგები აქვს იმას რომ არ სწამს. ანთროპოლოგიასაც ძალიან დიდი ადგილი უკავია ბიბლიის თემატიკაში. მესამე საკითხი, რაც არის ბიბლიაში წამოწეული, ეს არის ცოდვა. ეს ყველაფერი დოჩანაშვილთან არის, რასაც ახლა მე ვასახელებ. ცოდვის საკითხი სიღრმისეულად არის წარმოჩენილი, როგორც ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში უფრო განსაკუთრებით.
მისი შედეგები რომ შეიძლება გარეგნულად აი ჩვენ ცოდვას ცოტა ზედაპირულად უყურებთ რომ ის მრუშობს ან ყლავს ან ის და ქრისტესთან უკვე ცოდვა თვითონ მოტივებს თან მიდის ქრისტიანული თვალსაზრისით გულის თქმასთან მიდის და ვინც შეხედა უკვე იმრუშა ესე აყენებს საკითხს ანუ შანსი არა აქვს არავის ცოდვის საკითხი არის ის კი არა შეეშალა ადამიანს არამედ ის რაც სინამდვილეში უნდა და გააკეთა რა მოძრავებდა ამასაც დიდი მნიშვნელობა ერთი და იგივე საქციელი შეიძლება ესეც შეფასდეს და სხვანაირადაც მეოთხე თემა ბიბლიაში რაც არის წამოწეული და რა თქმა უნდა დოჩენაშვილთანაც ეს არის სიკვდილი რატო კვდება სიკვდილი რომელიც ტკივილს აყენებს თვითონ ვინც კვდება იმ ადამიანს მერე სხვებს იქ დომენიკოს ცა მოუკლავენ ანა მარიას რამხელა სასწორკვეთილებაში ვარდება მერე მივალთ ხო აქამდეც სიკვდილი ისეთი თემაა რომ არასდროს აქტუალობას არ დაკარგავს არის ხალხი ვისაც ნაკლებად ეშინია სიკვდილის არის ხალხი ვისაც მეტად ეშინია მე მაგალითად ფრენის ძალიან მეშინო და ეხა ცოტა შევეჩვი მაინც მაქვს უხერხულობის განცდა რომ აი ხა ამ ხელა რკინაში ვზივარ და მიფრინავს და როგორც მინიმუმ არ მინდა რომ მანდ მოვკვდე იმიტომ რომ რაღაცნაირად კომფორტული არ არის რომ დაეშვება ეს რკინა და სანამ ცოცხალი ხარ რაღაც ესეთი მომენტები ნებისმიერ შემთხვევაში სიკვდილი თუ ნაკლებად ეშინია ადამიანს არ უნდა მაინც და სიკვდილის თემატიკა იმდენად რთულია რომ თვით ღვთის ძესაც კი უჭირს სიკვდილი გეთსემანის ბაღში ევედრება მამას რომ აარიდოს სასმისი და ჯვარზე ამბობს ღმერთო ჩემო რად მიმატოვე ანუ სიკვდილისას აბსოლუტურად მარტო რჩებია ეს არის მომენტი და განცდა გაქვს სრული როგორც ჩანს ჯერ არ მივსულვარ სიკვდილამდე მაგრამ როგორც ჩანს სრულიად შენ ხარ და შენ უნდა დამთავრდე ასე ვთქვათ და ალბათ მერე რა არის იმის შიშიც არის და ეს სიკვდილის თემატიკა ძალიან კაფიოდ და სიღრმისეულად არის ბიბლიაში და დოჩენაშვილთანაც ეს საკითხი შეიძლება პირდაპირ ასე არ აყენებს ამ საკითხს მაგრამ მის შემოქმედებაში ჩანს ეს მარადიულისა და დროებითის ურთიერთმიმართება და ზოგადად რა ამოძრავებს ადამიანს მეხუთე მთავარი თემატიკა ეს არის ქრისტე ბიბლიაში შეიძლება ვთქვათ რომ ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც ძველ აღთქმაში ჯერ არ არის განკაცებული მაგრამ ყველაფერი ქრისტესკენ არის მიმართული და ახალ აღთქმაშიც მთლიანად ბიბლია არის ქრისტოცენტრული ვერ გაექცევი ქრისტეს ბიბლიას რო გადაშლი აუცილებლად მიხვალ იქამდე რომ ქრისტეს პიროვნებას უნდა გაეცნო როგორც მინიმუმ მეექვსე თემატიკა ჯვარზე ძალიან დიდი კონცენტრაცია რომ იქ უნდა მოკვდეს ქრისტე მოწაფეებსაც ეუბნება რომ აი იქ უნდა იმიტომ დავიბადე რომ უნდა გავიარო ეს ტანჯვა და ამ კონტექსტში ეუბნება რომ თუ მიწაში ჩავარდნელი მარცვალი არ მოკვდება ის ვერ მოიტანს ნაყოფს და თავის თავზე ლაპარაკობს ცხადია მეშვიდე თემატიკა რაც არის ბიბლიაში ეს არის რწმენა და დოჩენაშვილთან ეს თემაც ძალიან მაგრადაა წამოწეული რწმენის საკითხი და მერვე სიცოცხლე საბოლოო ჯამში სიცოცხლე იმარჯვებს სიკვდილზე პავლე მოციქული ამბობს რომ სად არის სიკვდილო შენი ნესტარი სად არის ჯოჯოხეთო შენი ძლევა ანუ დამარცხებულია ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად დოჩენაშვილთან რომ მივიდეთ ეს სათვალე გვჭირდებოდა აუცილებლად. რომ ეს ყველა თემა, 8 თემა რაც ჩამოთვალე,
ღმერთი ადამიანი, ცოდვა, სიკვდილი, ქრისტე, ჯვარი, რწმენა, სიცოცხლე. მის ნაწარმოებში იკითხება ალეგორიულად მაინც ყოველ შემთხვევაში. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი შეხედულება, მე ვთვლი, რომ ეს თემატიკა არის მასთან. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. ყველაზე დიდი გავლენა რამაც მოახდინა, ამ იგავზე ცოტა უნდა ვილაპარაკოთ 3 წუთი, რომ მე სამოსელი პირველს შევეხოთ და იქიდან თემებს ხო. იგავი უძღებშვილზე ან დაკარგულ ძეზე ერთი და იგივეა ეს. უძღებიშვილი ძალიან წარმატებული სახელწოდება მინდა ვთქვა, რომ რა შუაშია ძღომა და შვილია ეს ხო, იმიტომ რომ ვერ ძღება ეს ადამიანი ცოდვის ჩადენით, ანუ იმ ცხოვრების წესით რაც უნდა რომ გააკეთოს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა რა კონტექსტში წარმოთქვა ქრისტემ ეს იგავი, ანუ თვითონ ლუკა ტექსტს რო ვკითხულობთ, სად არის ჩასმული, ვის, ანუ სამიზნე აუდიტორია ვინ არის ქრისტესი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე-15 თავშია ეს იგავი მოთავსებული ლუკას სახარებაში, ადრე ეს თავებად არ იყო დაყოფილი, ეს მოგვიანებით გაკეთდა, მაგრამ თუ იქამდეც დავიკითხავთ და მთლიანი თავის კონტექსტს მოვიცვავთ, ესე იწყება ეს. ახლოს მიდიოდა მასთან ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. ფარისევანი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ, ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამს. ანუ ნახეთ, ყველაზე რელიგიური წესების შემსრულებელი ხალხი ფარისევლები და მწიგნობრები ვინ იყვნენ? ვინც სიღრმისეულად თეორიას გაწერდნენ თუ რა იყო შესასრულებელი. თეორეტიკოსებიც და პრაქტიკოსებიც, ანუ მაშინდელი ჩემი კოლეგები, თეოლოგები, უყურებენ ამ ცოდვილებს, რომლებიც მიდიან ქრისტე მათთან ჭამს და მათეს სახარებაში გვაქვს ესეთი ტექსტი, რომ იოანეო არც ჭამდა, არც სვამდაო და ამბობდნენ ეშმაკი ყავსო. ქრისტე ჭამდა, სვამდა ცოდვილებთან, ამბობდნენ ეშმაკი ყავსო. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ასიამოვნებ რელიგიურ ხალხს განსაკუთრებით. ხო და ამ შემთხვევაშიც ფარისევლები არის სამიზნე აუდიტორია ქრისტესი და მწიგნობრები. რატო ამბობს ამ იგავს ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რელიგიურად მოწესრიგებული ხალხია ეს ფარისევლები, ზედმიწევნით ასრულებს ხო ყველაფერს. და მწიგნობარიც, თეოლოგია და ისიც ცდილობს რომ შეასრულოს. და საინტერესო ერთი დეტალიც რომ მithქვამს ადრეც, მაგრამ გავიმეორებ, რომ არასდროს ქრისტეს ცოდვილებთან კონფლიქტი არ აქვს. თქვენ ვერ ნახავთ ახალ აღთქმაში ესეთ ტექსტს, ვინმე ცოდვილ ადამიანთან ქრისტეს რო კონფლიქტი ჰქონდეს. ყოველთვის აქვს კონფლიქტი და ამ კონფლიქტს იწვევენ რელიგიური ადამიანები, რელიგიურად მოწესრიგებული ხალხი და ზნეობრივად გამართული ხალხი და ვისაც გონია რომ მართალია. და მათ უყვება ამ იგავს, მაგრამ სანამ უძღებიშვილის იგავს უყვება, ჯერ უყვება დაკარგულ ცხვარზე, რომ 99 დატოვა მწყემსმა, ანუ მწყემსი ეს ღმერთის სახეა, ხო. წავიდა ის იპოვა და მოიყვანა და მერე ქალბატონი კარგავს მონეტას, მერე იპოვის გაუხარდება და მერე იწყებს რომ მამასო ორი შვილი ჰყავდაო. მამა კლასიკური განმარტებით ღმერთს განასახიერებს მან. უფროსი შვილი განასახიერებს წიგნობრებს და ფარისევლებს, უმცროსი შვილი ცოდვილებს. იოანე ოქროპირი გენიალური განმარტება აქვს მასთან. იქ კიდე არის ზვარაკი, რომელიც იკვლება, როდესაც ბრუნდება ეს უძღებიშვილი თავისი მოგზაურობის შედეგად უბრძანებს, რომ დაკლან ზვარაკი და იოანე ოქროპირი ამ ზვარაკის დაკვლაში ხედავს ქრისტეს მსხვერპლს, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის იკვლება და თუნდაც ამ ცოდვებით გაუმაძღარი ადამიანი, რომელიც საბოლოოდ მაინც ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდეს მამის სახში, მისთვისაც კი არსებობს გამოსავალი და ზუსტად მისთვისად ის ჯვარზე ხო ქრისტე. ესეთ კონტექსტში ყვება ამ იგავს და მამხილებელი იყო. ეხა იგავი არის მოგონილი ამბავი.
მაგრამ ერთ ღრმა ჭეშმარიტებას მოიცავს თავის თავში. და ადამიანის რელიგიური ტიპებიც არსებობს ესეთი, რომ მაგალითად ზოგი როგორც მონა ისე არის დაუშვათ რელიგიური ადამიანი, ანუ ვალდებულების გამო ასრულებს სხვა გზა არ აქვს. ეს პირველი ეტაპი. მეორე ასპექტი რელიგიური ტიპის ადამიანისა ეს არის გვეგვე. მე კიდე დაუბრუნდები გვეგვეს, რა თქმა უნდა. მოჯამაგირე. გვეგვე იმიტომ აკეთებს, რომ რაღაც სარგებელი მიიღოს, ანუ აი ესეთ გვეგვეს ტიპნაირი ტიპებიც არსებობენ ამ მაღალ სოფელში, ხო? და შვილი დომენიკო, რომელიც ვერაცნობიერებს, მაგრამ აი ეს საფეხური რომ მას უნდა რომ წავიდეს და გამოსცადოს ყველაფერი. არ უნდა რომ აი სტანდარტული რელიგიური ტიპი იყოს და არ უნდა რომ ამ ჩარჩოში ჩარჩეს, რომ იმიტომ შეასრულოს, რომ აი უბრძანებენ, რომ ასე უნდა იყოს. ეს მაღალ სოფელი აშკარად სასუფეულის ანალოგია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამაღლებულია და მე დომენიკო რომ მიდის დაბლა დაეშვიო ეუბნება ის რა ქვია, ტოლვილი. ანუ დაბლა დაშვება მაინც ამ მიწიერისკენ და ამ ხორციელი სწრაფვებისკენ. აი ეს კარგად აქვს ჩაქსოული ფიქრობ დოჩანაშვილს ის რომ უჩვენებს რომ ეს ამაღლებულიდან იმ დაბიოსკენ მიიწრაფის დომენიკო და მიდის. მაგრამ სანამ დომენიკოს გავყვებით გზადაგზა, იქ საინტერესო რაღაც ხდება ამ მაღალ სოფელში. ეს ტოლვილი მოდის, იქ მამასთანაც დიალოგი ამ ტოლვილს რომ დაალევინებს, იქ ღვინოს თუ წყალს ელაპარაკება. არაფრის მეშინოდე ეს ეუბნება ეს კაცი ეს ტოლვილი და არაო არაფრის ნუ გეშინია. ამ ტოლვილს იგივე ყველა უფრო უარესი გზაც აქვს გამოვლილი ვიდრე დომენიკოს. და მე დომენიკოს უყვება რომ ესეთი რაღაცები არსებობს ეს გემი არიციო რა არისო არაო. ზღვაზე დაცურავსო ესეთიო ხის სახლია რაღაც. ზღვა რაღაა ეს ზღვაც არიციო. ამას აინტრიგებს გარკვეულწილად რაღაცნაირი კეთილი დემონის როლს ასრულებს თუ კაცრი რელიგიური კუთხით რო შეხედავ, აინტრიგებს რომ აიქო მაღალ სოფელშიო და ეს ახლა დომენიკო მოწიფულ ასაკშია და იქ όλα ქალები არიანო, ლამაზი ქალებიო, ლამაზმანებიო. მაგრამ აქამდე ერთი საინტერესო რაღაც ხდება, სანამ დომენიკო წავა სახლიდან იქ ორი ადამიანი მოდის მამასთან და ერთი ედავება მეორეს, რომ ჩემს ცოლს ეჩალიჩებიო. ეს ვინც მართლა მექალთანია და ქალებს ეჩალიჩება, მესალამურეა, მაგრად უკრავს ამ მუსიკოსია და ეს სალამური იქ წყლის პირას დაკარგა მერე იპოვა და მოკლედ ასეთ სიტუაციაში შემოვლენა მამასთან და მამა მე მგონი რესე ქვია მაგას. რესა, ხო? სახელი ცოტა ხო რესა. რესაო შენო ბავშვობიდან ესეთი ცუღლუტი იყავიო ესე გიყვარდაო ტყუილები რაღაცა ეს. მამას შესავალს უკეთებს რომ ჩემი ანალიზია ეს რა თქმა უნდა რომ იქნებდა თქვას რომ მართლა ვაკეთებდი ამას. ის კაცი ვერ უმტკიცებს ქმარი. ეგრეა და ახლა რა ვქნაო რაღაცაო. და რატო ფიქრობ რომ ეგრეაო? რა ვიციო ისეთნაირად ჩაიხითხითაო რომ ეგრეაო ეს კაცი იძახის და მოკლედ არ იკისრებს ეს რესა რომ ეჩალიჩებოდა იმ კაცის ცოლს და ეს მამა ეუბნება რომ დაუკარიო სალამური. უკრავს რაღაც სალამურს და ამ დროს აქ უცნაური არსებებიც არსებობენ ამ დოჩანაშვილის შემოქმედებაში ის ირკოლა ჩი ესეთი პატარა გველია, რომელიც ზის ამ სალამურში და
უკბენს თუჩებში და მოკვდება ეს რესა და აქეთ მეორე კაცის სახელი აღარ მახსოვს. იმას გაუხარდება და მამა ეუბნება რომ გაგიხარდაო ხო ამის სიკვდილიო. წადიო აქედან ეუბნება. ანუ იმის ცოდვაზე მეტად ის რომ ამის ცოლს ეჩალიჩებოდა. ეს უფრო ეწყინა მამას ანუ ღმერთს რომ ამას გაუხარდა თუნდაც ეგეთი ადამიანის სიკვდილი. აი ძალიან მაგარი რაღაც არის ჩაქსოვილი ამაში რომ ესეც ამ უძღების შვილის იგავიდან არის შთაგონებული ეს სიუჟეტი აშკარად და პირდაპირ იმიტომ რომ ზუსტად ქრისტეს მესიჯი რა არის ამ ფარისევლების მიმართ რომ თქვენ რო არ გემეტებათ სასუფეველი ის ხალხიც შევა და მე სხვაგან ეუბნება რომ მრუშნი და მეძავნიო თქვენზენ წინ შევლენო სასუფეველში. ანუ რესა ამ შემთხვევაში მრუშია ხო? მაგრამ რესაზე უარესი ეს ამ ცოლის ქმარი არის, იმიტომ რომ უხარია ასეთი ცოდვილი ადამიანის ესე სასტიკად სიკვდილი. ორი შვილი რო ყავს ეს გვეგვე და დომენიკო ეს რა თქმა უნდა ანალოგები არიან ამ იგავიდან. დომენიკო არის უმცროსი შვილი, გვეგვე არის უფროსი. ეს გვეგვე მაგარი უცნაური კაცია, რა ვიცი. რო იბადება არ იტირა და დედა რო კვდება ვერ იტირა. ანუ არ შტირილი არ შეუძლია. რაც აშკარად ან ჩემი აზრით მიუთითებს რომ თანაგრძნობა არ აქვს ამ ადამიანს სხვების მიმართ. ძალიან გულქვა ადამიანია და იქ ძაღლს რო კლავს დომენიკოს აწყენინებს და შეაჯავრებს თავს, ხო? და ისიც იცით რა თქმა უნდა, მაგრამ გავიმეორებ რომ ცოლი რომ მოყავს და ეს ცოლი ეხვეწება კაცო მომეფერეო ჯერ რაღაცა. რა მოფერება არის მოფერება, ანუ ესეთი უხეში ტიპია თვითონ სახელიც ისე შეურჩია ალბათ. დიდ მწერლებს და კარგ მწერლებს უყვართ ეს მეტყველი სახელები, ტოლსტოისაც უყვარდა, დოსტოევსკისაც და ყველას ვინც გინდა ჩამოთვალო. ალბათ დოჩენაშვილი რომელიც ყოველ სიტყვას ეკირკიტებოდა ამ სახელებში დებდა ყველა შინაარს. ეს მას თურმე ვინც იცნობდა ისინი ამბობენ მე არ ვიცი რომ ის რო დაბეჭდავდნენ ისიც უნდა წაეკითხა სანამ გამოცემაში მიეცემოდა. ანუ ძალიან მკაცრი იყო თავის ტექსტთან თვითონვე რომ ის ჩანაფიქრი უნდა ყოფილიყო. სანამ დავიწყებდით ლექციას აქ ვისაუბრეთ, მაგრამ ისა თან რო ეხა წლების წინ კი წაკითხული მქონდა ეს სამოსელი პირველი და მე მოთხრობებიც წავიკითხე. რაღაცა რითმის შთაბეჭდილება გრჩება და მე ვფიქრობ დაღლილობით ხო არა დიდი ხანია ვკითხულობ, მაგრამ რო ჩაუკვირდი არა თითქოს რაღაცნაირად გალექსილი ვითაც არის ხო. ჩანაფიქრი კომპოზიციური აქვს, ანუ თვითონ სტრუქტურის მხარეც ჩაფიქრებული აქვს და ну ტექსტიც სიღრმისეულია ძალიან. ну დომენიკო ამ ტოლვილისგან შთაგონებული ეუბნება მამას რომ მომეცი ჩემი წილი ქონების იქ სამოსელი პირველიდან აიღებს ამ ძვირფასეულობებს გაყიდის მამა და მისცემს ამ მეორე შვილს ნახევარი ქონება არ ეკუთვნოდა სხვათა შორის, მაგრამ მაინც მისცემს. ანუ პირმშოს ძველ აღთქმაში ეკუთვნოდა 70%-მდე ქონების. ასევე პირმშოს ეკუთვნოდა ოჯახის სახელით მსხვერპლს შეწირვის ასპექტი და თვითონ იუდას ტომის პირმშოს საიდანაც ქრისტე დაიბადა ეკუთვნოდა ის რომ მას ქონდა შანსი რომ მისგან მოსულიყო კაცობრიობის ხსნელი. ანუ უფროს შვილს ამ შემთხვევაში გვეგვეს იმხელა პერსპექტივები აქვს, მაგრამ თვითონ ძალიან ესეთი დაუდევარი და ესეთი ადამიანი უხეში ძალიან, როგორც ქრისტეს დროსაც იყვნენ უმრავლესობა რელიგიური ადამიანები. ну
მამას არ უნდა რა თქმა უნდა რომ წავიდეს დომენიკოს სახლიდან დომენიკო როგორც ღვთის კუთვნილება ესე ითარგმნება ქართულად ალბათ მომეწონა ერთ-ერთმა ვინც იმას ქნა ღვთისო სახელს შეადარა და გავს შინაარსობრივად დომენიკო შეიძლება ქართულად ღვთისო ყოფილიყო ანუ ის ვინც ღვთისაა და მიდის სტოლვილისგან ამბების მოყოლით შთაგონებული მიდის აღფრთოვანებული რომ უნდა ნახოს ეს ლამას ქალაქი სადაც ბევრი ლამაზმანია და ბევრი თავგადასავალი უნდა რომ იგემოს დომენიკომ ეს ყველაფერი ну არ არის საიდუმლო რომ რომანები ხო რამდენიმე კატეგორიის არსებობს ეს სახლიდან წასული კაცის რომანი არის რომელმაც უნდა იხეტიალოს და ბოლოს უნდა დაბრუნდეს ხო არის კიდე განცრო ეძებს არის კიდე ის ალყაშემორტყმული ქალაქის ამბავი და ღმერთი რო კვდება იმის ამბავიც არის და ამ შემთხვევაში ეს რომანია ისეთი რომ უნდა მოიაროს ყველაფერი და ბოლოს უნდა დაბრუნდეს თავის მამის სახლში მაგრამ ამაში ვერავინ ვერ დაარწმუნებს სანამ თვითონ არ მიიღებს ამ გამოცდილებას ეშვება და ეშვება ქვევით მე რომ დაეშვებიო იქ ერთი ბილიკი ფართო ბილიკიაო და იმას გაყევიო ეს ფართო ბილიკიც არ არის შემთხვევითი სახარების ანალოგიებია რომ ფართო გზაზე ბევრი დადის ვიწრო გზაზე ცოტა დადის და მგონია რომ ესეც აქედან არის რა ლამას ქალაქი ესეც საინტერესო სახელწოდებები აქვს მაღალი სოფლიდან ლამას ქალაქში მიდის ამ ლამას ქალაქში ბევრი გამოცდილება ელოდება დომენიკოს რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ ეს მარადიული ღირებულებების ასპექტი დოჩანაშვილთან ყველგან არის მაგალითად ის კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა ხო მიცით ეგ მოთხრობა ყველას გაქვს საკითხული და რო ეკითხებიან იმ კაცს მესაათეა ხო ის კაცი როგორი კოსტიუმი ტანსაცმელი გიყვარსო და დიდი ჯიბე რო კონდესო იმასო რატო მოდაშიაო ეგო არაო კაცო ისო თვითონ დოჩანაშვილიც ამბობს მაგას მე ერთ-ერთ ინტერვიუში წიგნი რო ჩაეტიოსო იმიტომ ანუ აი ეგ მომენტი ძალიან უბრალო რაღაცაა მაგრამ თითქოს ისეთი დამაფიქრებელი არის რომ რა არის ტრენდი შენთვის ანუ დღეს დღევანდელი ენით რო ვთქვათ რატო რას როგორ ირჩევ საინტერესო რაღაც აი ფრაზები ამოვიკითხე მისი იცით რომ ენის ოსტატია და ნახეთ როგორი ტერმინები წვრილ კოკლოზიან ყელიანი ერთი სიტყვა თავსულზე ხელაღებული გროსყალთაბანდ მაისტერი საკინძე ძალზედ ამოჭრილი ქალბატონი თამამ გულისპირიანმა ქალბატონმა მიწის ქვეშეთში ჩასაიდუმლოებული დიდი სპეციალისტი არ ვიცი ეს ხომ მოფიქრება ხო უნდა ამ ყველაფერს არ ვიცი ნუ რემიხიო დასა ესე არის ეს მიწის ქვეშეთის სპეციალისტი ვირუსებს რაღაცებს იგონებს რა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მდინარე ნახე საჩუქართ საქმის მწარმოებელი დანასროლია ყველას აქვს ჯიბე და კუჭი ქვეყნად არაფერი ქრება ძაღლთა პირო ესეთი ზეცერთავი სახელი ძაღლთა პირი თვალი ყველაფერს ასაინტერესოებს უცნაური რამ დაემართა ადამიანი შეუყვარდა ნახე უცნაური რამ დაემართა ადამიანი შეუყვარდა ანუ რას ხო რაღაცა ისა
რა სიძახის ამით რომ არ გვიყვარს ჩვენ ადამიანი რეალურად. ჩვენ გვიყვარს ადამიანი ისეთი როგორც გვაწყობს. სიბინძურეში ამაღლების საშუალება უფრო არსებობს. სიკეთე თუ ხართ იქ იმ ქალაქში რა გაძლებინებთ. ადამიანი უხილავი ქსელით ერთმანეთზე გადაბმულნი ვართ. არ ვიცით ისე. დედამიწა სიყვარული ატრიალებს დომენიკო, ეს ცნობილი. რაღაც სხვა იყო მაღალ სოფლად, ისეთი, ეს ძალიან საყურადღებოა. რაღაც სხვა იყო მაღალ სოფლად, ისეთი. რაღაც საჭმელზე მეტად რომ ეზიდებოდა დომენიკოს. ჩვენ ხომ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი. აქეთ დასაწერი, ამ წიგნზევე დავწერე, როცა ვკითხულობდი. ჩვენ ყველას გვადგას ჩვენი სხვისი ძალა. ოღონდ ხშირად არ ვიცით ხოლმე. ნურაფრის მეშინოდეს, ნურაფრის გეშინია, ეს უკვე დომენიკოს ეუბნება. უბედნიერესი უბედური იქნები და დატანჯული თუ გესმის. ბოლოს როცა არის დიალოგი. და ერთ-ერთ ინტერვიუში დოჩანაშვილი ასევე ამბობს, რომ ზოგჯერ რაც ადვილი წასაკითხიაო, ძალიან ძნელი დასაწერიაო. ისო, რასაც ადვილად კითხულობთ და მე მართლა რომ დავფიქრდი, ალბათ ეგრეა, იმიტომ რომ ძალიან პრიმიტიული არა, მაგრამ მარტივი და სიღრმისეული დასაწერი რამ უფრო რთული არის, ხო? იმიტომ რომ ხა მეცნიერს შეუძლია იქ რაღაც ტერმინებით გადატვირთოს წინადადება და ჩვენ მოგვეჩვენება რომ არა ჭკვიანი კაცია და რაღაც ჩატენოს ის ტერმინები საჭიროა თუ არაა საჭირო. ან იმას რეცეპტს რო გიწერს ექიმი, მე ეუბნები ადამიანური ენით ამიხსენი რას ნიშნავს ეს და ეგეთი თემა არის, ხო? ვისაც დაუკვირვები ვარ მაგალითად დიდი დონე რო აქვს, მიყვარდა ხოლმე ზურაბ კიკნაძის ლექციის მოსმენა რაღაც. არასდროს არ ტვირთავდა რაღაც ისე ტერმინებით არა და ნუ რო გეკითხე ხა რა თქმა უნდა. ლამას ქალაქში ჩამოვიდა ჩვენი დომენიკო. სხვათა შორის დოჩანაშვილს ასევე აქვს, არ ვიცი წაკითხავთ თუ არა, ვერ ჩავამთავრე, მაგრამ კაცის სახელად ნოე ესეთი ნაწარმოები 22 წელს არის გამოცემული. ეხლა ხანს ვიყიდე და იქაც ბიბლიური სიუჟეტით არის ნოეს თავისი დიდედა უყვება თუ რა გააკეთეს ადამმა და ევამ, იმიტომ რომ ბიბლია ჯერ დაწერილი არ არის და საინტერესო მიმართულებით წერს აი რელიგია დოჩანაშვილის შემოქმედებაში. მთლიანად ბიბლიური სიუჟეტით არის გაჟღენთილი და რატო უყვება ახლა დიდედა ნოეს ამ ამბებს? იმიტომ რომ მაშინ ჯერ არ არის დაწერილი ბიბლია, ბიბლია დაიწერება მოსეს დროს. ბევრად გვიან, სანამ ბიბლიური გმირები არსებობდნენ და საინტერესოა, რომ იქ წლოვანებას თუ დავთვლით აი ამ ნოეს ამბავში. ნოეს პაპა მათუშალახი 979 წელს ცოცხლობს, აქედან 253 წლის განმავლობაში ადამის თანამედროვეა. ანუ ერთ დროში ცხოვრობენ 2 საუკუნე და თითქმის ნახევარი. და 600 წლის განმავლობაში ნოეს თანამედროვეა ეს მეთუშალახი და ეს ინფორმაციის ეს მომენტი ჩანს დოჩანაშვილთან დიდედა რო ყვება ამ ამბებს, ესე იყო და ნოე უსმენს ამ ყველაფერს და ალბათ ჩავამთავრებ და მაინტერესებს როგორ დამთავრდება ეგ ამბავიც. ცალსახად იგრძნობა დოჩანაშვილის ნაწარმოებებში ბიბლიის გავლენა, იმდენად აშკარად რომც გინდოდეს ვერ უარყოფ ამ ყველაფერს. ესე იგი, ლამაზი ქალაქი ესეთი ადგილია, ნეიტრალურია, არც მთლად კრიმინალები ცხოვრობენ, არც მთლად მაღალსოფლელები ცხოვრობენ და ესეთი ხორციელი სიამტკბილობის ქალაქია, სადაც ადამიანს შეუძლია კარგად გაერთოს. იდეალურ წესრიგზე თითქოს დაფუძნებული საზოგადოება, მაგრამ ლიქნელობა, იქაც თვალთმაქცობა, ეს ყველაფერი არის. ქალაქში ყველაფერი მკაცრად რეგლამენტირებულია ამ ქალაქში. აქ არ არსებობს ქაოსი, თვითნებობა,
შემთხვევითობა დღესასწაულებიც დაგეგმილია ამ სეზონების მიხედვით და კონტროლირებულია ეს ყველაფერი. მოქალაქეები ემორჩილებიან ერთგვარ კანონს. და ესეთი ტიპი ყავთ, ვინც ღამის ეს საათია და ყველაფერი რიგზეა და კამორაში კიდე გენიალურად აიძახის ის მესაათე. ანუ უფრო კრიმინალურ ადგილას. საინტერესო ეს რატო ყავს ეს მესაათე, ამ გამომცხადებელი ამ საათის რა არ ქონდა ხალხს საათი. ალბათ ამით რაღაცა ის დრო რომ მუხთალი არის, ამაზეც ამახვილებს წერალი ყურადღებას, რომ აი დრო მიდის, იცოდე. ყველაფერი რიგზეა, იტყუება ის ალბათ. დრო მიდის, რაღაცა დაფიქრდი ამაზე, რომ დრო მიდის, რა მარტო რელიგიური კუთხით არა, მაგრამ ზოგადად რაში იყენებ დროს. აი ეს თითქოს უბრალოდ და მომაბეზრებელია მესაათის ლაპარაკიც რაღაცის მთქმელი არის მის ნაწარმოებში. მეორე მომენტი ამ ლამაზ ქალაქის არის თავისუფლების მოჩვენებითი არსებობა. თითქოს თავისუფალი ხალხია. გარეგნულად ქალაქი თითქოს სამართლიანად და მშვიდად ფუნქციონირებს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანებს დაკარგული აქვთ პიროვნული თავისუფლება, იმიტომ რომ კამორელების ეშინიათ და ისეთებიც ყავთ, ვისი შვილებიც კამორელებთან ძმაკაცობენ და ვინც აგენტებიც კი არიან კამორელების. ესეთი ხალხიც არის ამ საზოგადოებაში. მორჩილ ცხოვრებას არიან მიჩვეული, ხარკსაც უხდიან კამორელებს და არ სვამენ ზედმეტ კითხვებს, იმიტომ რომ იციან რომ კამორელები ეს ბოროტი იმპერია თუ რაღაცა მაინც დაიმორჩილებს მათ და ამიტომ ესე უხმოდ ემორჩილებიან. ზნეობა რიტუალებში და გარეგნულ წესრიგში ამ ქალაქში. გლახაკალები ესეთი ტერმინია ამ ქალაქში. ეგრეთ წოდებული ბოზების აღსანიშნავად. კამორელებს დილის ქალები ესეთი ის აქვთ ტერმინი. სწორი აქ შეიძლება იყოს არა ის, რაც ადამიანური, არამედ ის, რაც წესებს არ არღვევს. ნახეთ? ესეთია ლამაზ ქალაქი. თავარია ის წესები დაიცვა და იქ ვინას არღვევს, ვინას ჩალიჩობს ეს რო ატყუებენ დომენიკოს ამდენი ღირსო ისა ტანსაცმელიო და მე მეორე ეკითხება. ამდენად ეყიდეო, იცის იმან უბრალოდ ამდენადო ოიო ეთყობაო ისა მოგატყუაო შენ. ბოროტი კაცი კი არ არისო, მაგრამ ესეთ რამეში შეიძლება მოგატყუოს. ქალაქის მოსახლეობა როგორც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ რომ ერთმანეთთან კარგად არიან, მაინც გაუცხოებულები არიან და ერთმანეთს არ ენდობიან, იმიტომ რომ აქვთ ეკეჭვი, რომ რომელია კამორას აგენტი, რომელია ის, ვინც რაღაცას გამიჩალიჩებს და ეს კამორას შიში არის ამ ლამაზ ქალაქში, როგორც არ უნდა ლამაზი იყოს, იქ მაინც დისკომფორტი არის ცხოვრება, თუმცა გართობა შეგიძლია მით უმეტეს დომენიკოს იმდენი 1000 დრახკანები აქვს, რომ ის ერთგან მერე ჩამარხა რო არ წაართვან თუ რაღაცა და ის საიდუმლო მხსნელმა იცის სადაც ეს ვინც მას ფარველობს. ჩვენ ყველას ყავს ჩვენი საიდუმლო მხსნელი, ეს ფრაზაც არის აქ. ქალაქი უარყოფს თავგანწირვას, სიყვარულს, წმენას, ცრემლს, ყოველი იმას, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს. აქ ზედაპირულია ყველაფერი. მაგრამ საინტერესო ქართული თვისებაც ჩადო დოჩენაშვილმა ამ ქალაქში. დროზე მისვლა რაიმე ღონისძიებაზეო, ესო ცუდ ჟესტად ითვლებაო. და ნუ ეგრევე საქართველო გახსენდება, რა თქმა უნდა და ყოფილი საბჭოთა კავშირი, როცა მოსულა, რომ დაეგვიანო სამსახურში ყოველთვის და ყოველგან. როგორ? ზუსტად იმ დროს არ მივასირცხვილი. ხო და მარტო ჭამაც სირცხვილია იყო ესეც საქართველოში.
მეც ეგრე ვიზდებოდი ბავშვობაში, რომ ბუფეტში მარტო არ უნდა მეჭამა რაღაც. აი, რამდენიმე თვისება უცნაური ამ ლამას ქალაქის. წვეულებაზე დროულად მისვლა უღირსაქციელად ითვლება. ადამიანი, რომელიც ზუსტად დროზე მიდის წვეულებაზე, არაელეგანტური და უგემო უნდა ითვლება, ესეთი შეფასებაა, ხო? წესის თანახმად ყველამ უნდა დააგვიანოს ცოტათი, თითქოს დაუდევრობით. ანუ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ამას აშარჟებს ახლა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს. 20 წლის ასაკში ქალი უკვე შინაბერად ითვლება, ესეც 60-იანი, 70-იანი წლების საქართველოს კონტექსტი არის აშკარად, რომ ქალი დროზე უნდა გათხოვდეს და რაღაცას. ანუ ქალის სოციალური სტატუსი ამ ქალაქში ასაკით განისაზღვრება აშკარად, ესეთი შეფასება არის. ასეთ საზოგადოებაში ადრეული გათხოვება სავალდებულო ნორმად მიიჩნევა, რაც ქალის თავისუფლებას ზღუდავს. საინტერესო ადგილია ეს ლამას ქალაქი და დომენიკო აქ პირველ თავის მამაკაცის გამოცდილებას მიიღებს, შეხვდება ტერეზას, რომელიც არ არის გლახა ქალებიდან, უბრალოდ ტერეზას ძალიან მოეწონება დომენიკო და მათ შორის რომანი არის დომენიკოს როგორც გამოუცდელ მამაკაცს ეგრევე დაქორწინება უნდა, მაგრამ ტერეზა ეუბნება შენ ყველაფერი გინდა გააფუჭო ახლა რომ და ვიქორწინოთო და მიხვდება დომენიკო რომ არ გამოდის ესე მისი ცხოვრება. და რაღაცა სხვას ეძებს, უნდა რომ ნამდვილად შეუყვარდეს, უნდა რომ ნამდვილად შექმნას ოჯახი, უნდა რომ რაღაცნაირად ოჯახით იყოს ბედნიერი. თითქოს ამაზრამდე მომწიფდება დომენიკოს ტვინი იმ კეიფების, ღრეობების, სხვადასხვა გამოცდილების შედეგად მიდის იქამდე, რომ მაგრამ ეს ბუნებრივად ხდება, უცებ დაინახავს ანა მარიას ძალიან ლამას, რომელიც მუსიკით არის გატაცებული და ხშირად არის ესეთი ფრაზა, რომ იყო ის, ვისაც ის ეკუთვნოდა უფრო და დომენიკოს თითქოს არ ეკუთვნოდა და ვინ არის ეს ვერ იგებ ბოლომდე, ან რა არის ეს, ალბათ ხელოვნება, რომელსაც ანა მარია ეკუთვნოდა უფრო მეტად ვიდრე თავის დომენიკოს. არის ის საჭმლის კეთება ვერ უსწორებს ახლა დომენიკოს მაგ ამბავში. ბაზარში რაღაც ბევრ ფულს ხარჯავს არ მეოჯახე ქალი არ არის ეს ანა მარია ასე ვთქვათ. იმ სტანდარტებით, რასაც ამითვე აკრიტიკებს ხოდო ჩანაშვილი. ამ ქალაქში ერთი მანიაკიც ცხოვრობს, უგო და საინტერესო ტიპაჟი არის ეს უგო ასე ვთქვათ, აჩვენებს იმას, რომ რამდენად პრაგმატულად აქვს ეს ჩაგონებული, რომ ვინმეს მოკლა თუ უნდა გათვალოს რა. და იქ ჩამოთვლილია იმდენი ადამიანი და იქ ერთ-ერთი შვილზე ფიქრობს, რომ მოკლას, ესო კამორელებთან ძმაკაცობსო და უიო, მეეო რა დღეს დამაყრიანო მე ვარ. ვითომ მანიაკია, ვითომ ის, მაგრამ ძალიან ანუ ისეთი ვინმე უნდა მოკლას, ვინც სამაგიეროს ვერ მიაგებს, მაგრამ ეს ახლა ის ხომ არა, ახლა აქეთ რო გადმოიტანო საკუთარ თავზე ეს რამ ხელა ის არის კუთხეში მომწდევი რაღაცაა, რომ შენი საქციელი განსაზღვრება დედას რასაც უბედავ გაუბედეაბა სხვა ქალს უთხარი. ანუ იქ გაგდის და ამას არც კი აცნობიერებ, რომ ამას იტყვი, ან ძმას რასაც უბედავ, ან ხო აი მაგუთხით რამხელა ზნეობრივი ის დევს ამაში და ბუმერანგივით კიბრუნებს, რომ ხო, უგო ეგეთია, მაგრამ ეს შენ თავშიც ხო არის რაღაცა, უგოს მაგვარი, ხო, რომელსაც შეუძლია მოექცეს
ისეთ ვინმეს ისე როგორც თვითონ უსწორდება, როცა იცის რომ საკადრის საკეთ პასუხს ვერ მიიღებს, ვერ აჯობებს. ალბათ ეს მომენტი ყველაზე გონიერ ცხოველში ადამიანშიც არის ესე პრაქტიკულ ცხოვრებაში, რომ ხშირად ასე ხდება, რომ არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცია ქალია. ვიღაცას უბედავ იმდენს შეიძლება არაცნობიერად ვიცი, რომ აქეთ პასუხს ვერ მიიღებ. სხვა შემთხვევაში არ გააკეთებ ამას. მოკლავს უგო ანა მარიას. ამ ყველაზე დიად სილამაზეს, ყველაზე ნამდვილ გრძნობას, რომელიც დომენიკოს აქვს, გაანადგურებს. მოკლავს და იმის მერე რაც დომენიკო ყველანაირ ხორციელას ვთქვათ ხრეობებს აიტანს ეშვება ფსკერზე, ანუ სასოწარკვეთილებაში ვარდება, იმიტომ რომ ის ვინც მართლა უყვარდა, ის ვიზეც ამოდიოდა მზედა მთვარე და ვის გარშემოც იყო, რომ იმედი ჰქონდა, რომ კარგად იქნებოდა ყველაფერი, ერთ მომენტში მთავრდება. და აი აქ არის წეღან 8 თემა დავასახელე, ერთ-ერთი ცოდვა, ხო? აი ცოდვის თემა, ცოდვის შედეგები როგორ აქვს წამოწეული დოჩანაშვილს. აი ერთი ადამიანის საქციელი იქ კი არ რჩება მხოლოდ როგორც მისი იურიდიული დანაშაული, არამედ ძალიან ბევრი შედეგები მოყვება, რომ ეს დომენიკო უბედურია, ანა მარია მოკლულია. სრული სასოწარკვეთილება. და კამორაზე გაიგებს ახლა დომენიკო და კამორაში უნდა წასვლა, მაგრამ იმიტომ კი არ უნდა წასვლა, რომ იქ რაღაცა მათგანი გახდეს ან რა ქვია გაბოროტდეს, არა, თავს ვერ იკლავს უბრალოდ, აღარ უნდა სიცოცხლე და იქნება ამ ბოროტმა არსებებმა, კამორელებმა დამცხონ და მომკლან. გადადის კამორაში იქ, მაგრამ ეს უხილავი მცველი სულ თან ახლავს. საოცრად გადაურჩება იქ მოკლა უნდათ მისი და იცავს ყოველთვის ეს უხილავი მცველი ალექსანდროს ძმა, ხო? მე მგონი მიჩინიო ქვია. ბოლომდე არ იცის ვინ არის, სულ ეკითხება, შენ ახარ ალექსანდროს ძმა, შენ ახარ, არავინ არ ეუბნება და ბოლოს თვითონ კამორაშიც კი ცოცხალი გადარჩება, მერე იქ ეს კამორა აშკარად საბჭოთა კავშირის დედაქალაქს გავს. იმიტომ რომ იქ მარშალი არის ეს სავარაუდოდ სტალინის საპირისპირო ტიპი არის მარშალი ბეტანკური თუ როგორც ქვია. გრანდისიმო ხალე თუ როგორ ეძახიან, ხო? უდიდესი. საბჭოთა სტრუქტურას. კი, ძალიან, ანუ აქ ორიგინალური არ ვიქნები, ბევრი მკვლევარი ესე ამბობს და სავარაუდოდ ესეც არის. მაგრამ იმდენად ოსტატურად დააქვს ეს დაწერილი, რომ არ ვიცი მაშინ მოედავნენ, არ მოედავნენ, ეგ დეტალები არ ვიცი დოჩანაშვილს, როგორ დაიწერა ეს მაგ დროს, როგორ გამოქვეყნდა ეს რომანი, როგორ ვერ დაინახეს ამ ყველაფერს, მაგრამ იმდენად ფანტასტიურ ჟანრთან ახლოს მიყავს, რომ თითქოს ვერ მოედავები. ისიც არსებობს ფოტოშოპის პარალელი რო გავავლოთ, ბულგაკოვს რო აქვს დაწერილი ოსტატი და მარგალიტა, ადრე ჩვენ გქონდა ამაზე შეხვედრა და ბიკოვი ამბობს, რომ ვოლანდი აშკარად სტალინიაო, ანუ ერთ-ერთი ებრაული წარმოშობის რუსული ლიტერატურათმცოდნე დიმიტრი ბიკოვი, რომელიც ახლა შეერთებულ შტატებშია უკვე ამ ომის მერე. კარგი ლიტერატურათმცოდნეა და ის ამბობს, რომ სტალინი იგულისხმაო აქ ბულგაკოვმა. ალბათ დიდი ვარაუდით დოჩანაშვილმა სტალინი იგულისხმა ამ გრანდისიმო ჰალეში ბეტანკურში. მერე აქედან კანონდოსშიც მიდის
დომენიკო სასწაულებრივად ეს მიჩინიო იცავს მას და გადაურჩება მათ და მე მოხვდება იქ კანუდოში თავისუფლება უყვართ ძალიან მაგრამ არანებებს თავი ეს კამორა თავისუფალი ხალხი არ უნდა არსებობდეს მის გარშემო და აქაც საბჭოთა კავშირის ჭყალებია ალბათ ეს ხო კანუდოსსა და კამორას შორის ესეთი უცნაური ასევე მცენარე არსებობს იქ მდინარეა და კაატინგა და ეს კაატინგა ამ კანუდოსელებმა იციან როგორ უნდა გაგატარებსო შენო ისო ეუბნება ერთ-ერთი დიდი კანუდოსელი ნუ გეშინიათ კაატინგაო გამოგატარებთ და ამ მარშალის ხალხს არ ატარებს ანუ ჭამს და მე ერთ-ერთი შეცდომას დაუშვებს რა ამ დახოცილ ჯარისკაცებს უყრის ამ კაატინგას აჭმევს ხო და რო გადაძღება ამ ჯარისკაცებით თავის ფუნქციას კარგავს და მე ეს კამორელები ჩვეულებრივ გადადიან ანუ უმოქმედო ხდება კაატინგა ამ დახოცილი სხეულებით ერთ-ერთი ადამიანი გააძღობს ამ კაატინგას და რაზე მეტყოლებს ეს რომ ძალიან გამძღარი გაზოლუქებული ადამიანი არაფრის მაქნისია საერთოდ არც ინტელექტით არც ამაზეც არის მე მგონი მითითება რო და მე ამ ამბავს უყვებიან ამ მარშალს და იმ პოლკოვნიკიც რო არის იქ პატარა ჰალე ცოტა და ის მარშალ რა ქვია სეზარ ხო სეზარ ეგო როგორ არ მომაფიქრდაო კაცო მეო ადამიანებს დაუყრიდიო და გავაძღობდიო ანუ ცოცხალ ადამიანებზე ამბობს ეგ რომ ცოდნოდაო რომ კაატინგა გაუქმდებოდაო ამ ქმედებით ანუ შევაჭმევდიო და მე რაცო დავიპყრობდით ანუ აქაც იმას აჩვენებს რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის ისინი რომ ტრაბახობენ ომი მოვიგეთო და რამდენიმე ათეულჯერ მეტი რესურსი დახარჯეს როგორც ადამიანური პირველ რიგში და ნუ ჟუკოვის ამბობენ ჟუკოვმა თქვაო რომ ничего бабы нарожают ანუ ქალები კიდევ გააჩენენო არა უშავსო ეგ არაფერია ჯარისკაცის ეს პარალელიც არის რომ როგორც ბეტანკურისთვის არაფერი იყო ეს ცოცხალი ადამიანის რესურსი საბჭოთა კავშირისთვისაც ზუსტად ეგრე იყო რა კი და დიდ ომებში საერთოდ ომში ადამიანურ რესურსი არავის არ აღელვებს ეს უბრალოდ მეტნაკლებად ეხა ზოგი უფრთხილდება თავის ჯარისკაცს მეტად ზოგი არა და აი ეგ მომენტია გერმანელებმა ბევრად ნაკლები ადამიანურ რესურსი დაკარგეს ვიდრე საბჭოთა კავშირმა მაშინ ეს მომენტები არის და აქ ისევ ავტორის აზრით რო ვთქვათ ახლა ჩვენ ინტერპრეტაცია შეიძლება გავუკეთოთ მაგრამ მარცხი როგორც გამარჯვება აი როგორი ანტაგონისტური მტკიცებულებაა მაგრამ დოჩანაშვილის შემოქმედებაში ეს არის პიკი რო კითხეს რა არისო მთავარიო სამოსელ პირველში ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს იმ კაცის სიტყვებს დიდი კანუდოსელი რო არის ეს მოვინიშნი აქ იცით ეგ თქვენ მაგრამ ეს მინდა კულმინაციაში ავიყვანო და მე ერთ 5 წუთში დავასრულებ და მე ვიმსჯელოთ თუ მივაგენი ახლა კარგი იქნება მენდეს ხო მასიელმა რომ აეუბნება აბა ის ჩვენ გავიმარჯვებთ ისინი კონსელიერო აი ნახავთ აქეთ ეუბნებიან ამას თუ არა წამოიძახა აღელვებულმა ჟოაო აბადომ თოფებიც გვაქვს ტყვია წამალიც ყველაფერი ნუ ომი არის ახლა ძალიან ბევრი დიდი არმია ყავს ამ ბეტანკურს და შანსი არა აქვთ კანუდოსელებს ყველა მიცის მაგრამ ეს გამამხნევებელი ძლიერი მეომრებიც ხავთ ეს 5 დიდი კანუდოსელი და თავიანთი ცხოვრებით ხო ეს მენდეს მასიელი ყოველგვარი მაგრამ აქ მენდეს მასიელმა ყოვლად გაუგებარი რამ ჩაილაპარაკა ღმერთმა დაგვიფაროს
ამას ხაზი გაუსვა თვითონ ავტორმა და იმიტომ ამაზე მინდა ძალიან შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება, რომ ბიბლიაშიც ასე არის. ნახეთ ღვთისძის ანალოგია ავიღოთ და მე რამდენად ქრისტოლოგიურად აქვს ეს დაწერილი. მოდის ქრისტე, ისრაელი ელოდება, რომ დეოკუპაცია მოხდება ამ რომისგან, ეს ყველას მოლოდინები აქვს. კვდება ჯვარზე რელიგიური ხალხი განაწყენებულია, მისი მოწაფეებიც განაწყენებულია და თითქოს ყველაფერი დასრულდა ჯვარზე. მოკლეს ღვთისძე. მაგრამ მერე უკვე ერთით აღდგომა ხდება, ესენი გამხნევდებიან და სულ სხვა მოციქულობს ხედავთ, სულ სხვა გაბედულები, იქამდე ჩაკეტილები არიან. და აქ ეს კაცი ამბობს, რომ ღმერთმა დაგვიფაროს. რატომ? რომ მან ეს ჭკვიანი კაცია განჭვრიტა, რომ ამათ რო დაამარცხონ კამორელები, ესენი იმაზე უარესები გახდებიან. ესენით შექმნიან იმპერიას და ეს თავისუფლება რაც აქვთ ახლა. ამას დაკარგავენ და თვითონ გახდებიან დამყრობი. ეს მე მგონია ეს განჭვრიტა ამ პერსონაჟმა, ან დოჩანაშვილმა მისი მეშვეობით, ხო? ამ ყველაფერს ხო დომენიკო ესწრება, ხედავს, გაივლის. კანონდოსის მერე არსად წასასვლელი აღარ აქვს და მიასწავლიან იქ გზას და მიდის და იმ სალაფავს ჭამს, როგორც უძღების შვილი იგავი ვთქვით, ხო, ის სახლიდან რო წავიდა. ის ღორებს, რასაც აჭმევდნენ, ისიც ენატრებოდაო, ესე წერია მაგ იგავში და აი წერარო ფრაზა წავიკითხეთ. მე ამ დროს უკვე აი წავალო რა იქ მამასთანო და მამა კიდე ხო გახსოვთ იქ რომ თავყრილობა ხდება მაღალ სოფელში, ვინმე ხო არ დარჩა და იქით იყურება ყოველთვის. ანუ ყოველთვის ელოდება, ვინც წასულია სახლიდან რომ დაბრუნდეს. ეს სასופევლის სიმბოლოა, რა თქმა უნდა, მაღალ სოფელი და ბრუნდება დომენიკო, ცოდვა გამოცდილი, სიყვარულ გამოცდილი, განაწყენებული, თავისუფლება განცდილი და მარცხ განცდილი. იმედ გაცრუებული ყველაფრისგან მოკვდა თითქმის. არანაირი ღირსება ახდილი იქ ღორების საჭმელსაც რო არ აჭმევენ, მაგრამ აი ეს ფრაზა რომ საჭმელზე მეტად იყო რაღაცა მაღალ სოფელში, რაც იზიდავდაო და მამა იზიდავს. ბრუნდება იქ მამა ღებულობს, მერე ეს სამოსელ პირველს რომ ცხელ საჭმელს რო შეაწმევენ, გაბანენ, მოაწესრიგებენ, სამოსელს რომ მოისვრის ამ ცეცხლში და იწვის ეს ყველაფერი და მარტო ანა მარიას ანალოგი სამკაული არ იწვის და ის უძლებს, იმიტომ რომ ის რაც ვნებითი იყო, მიწიერი იყო, ხორციელი იყო, გამორჩენილი, პრაგმატული, რაც იყო მდაბიო, ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ ნამდვილი დარჩა. და ბრუნდება ის მამის სახლში, ხო? ალბათ ეს ისტორია არის სამოსელი პირველი დოჩანაშვილის და მისი ასპექტები ცალსახად სულისკვეთება დოჩანაშვილის შემოქმედებაში აჩვენებს, რომ რა დონეზეც არ უნდა დაეცეს ადამიანი, აქვს საშუალება რომ დაბრუნდეს მამის სახლში. რაც ცალსახად ბიბლიურია და ცალსახად ქრისტეს სწავლების მიხედვით არის, ხო? რა დონეზეც არ უნდა დავარდე არის. დოსტოევსკისაც ეს აქვს თავის უდიდეს ნაწარმოებებში, რომ ის ყველაზე დაცემული ტიპები, მე ყველაზე დიდ სულიერებას ავლენენ. სონია მარმელადოვა და რასკოლნიკოვიც, ხო? ნუ სონია უფრო ვიდრე. ის მომენტი რომ ის ლაზარეს შესახებ სად არისო რომ ეუბნება და სონია ეუბნება ესა და ესა თავიაო იოანეს სახარებაში. ამიტომ დოჩანაშვილი არის იმედის მწერალი რა, ესე ვიტყოდი ამ ფრაზით.
დოჩანაშვილი არის წერალი, რომელიც ამბობს, რომ გინდაც დამარცხდე, თუ სწორი ინტენცია გაქვს და სწორი მიმართება შიგნით, შენი შეცდომებით მაინც გამარჯვებული დარჩები და მიხვალ ბოლოს თუ გადაწყვეტ შეიძლება რომ მიხვიდე მამასთან და იქაც მოხვდები. ალბათ ამიტომ თქვა ქრისტემ რომ მრუშნი და მებაჟეები თქვენზე წინ სასופეველში ამით დავამთავრებ. მადლობა. ლაშა უშუალოდ სამოსელ პირველზე რომ თორმეტად განავრცო თვითონ აი სამოსელი პირველი ეს თვითონ სამოსელი აი ამაზე თვითონ ფერმოსი კონტის რაღაც თავისუფლად და მე მაინტერესებს თვითონ უშუალოდ აი ასაც ეს პირმშოს ტანსაცმელია რომელიც მამის სახში არის სახარების მიხედვით და პირმშოს უნდა ჩაეცვა იქ თუ ავიღებთ კონტექსტს აი ესავი და იაკობის ამბავი გავიხსენოთ როდესაც ესავი სიცფიერით წაართმევს პირმშობას ესავი კი არის იაკობი წაართმევს ესავს ბოდიში ის ტანსაცმელი ნახეთ დედამ ჩააცვა იაკობს ეგ იყო პირმშოს ტანსაცმელი რატო როგორც უკვე თქვი პირმშოს ეკუთვნოდა სხვერპშეწირვა ოჯახში სანამ რჯული მიეცემოდა ისრაელს ანუ პირმშო იყო ის ვისაც 70% ქონებაც ეკუთვნოდა სხვები ბომჟებად კი არჩებოდნენ მაგრამ პირმშოს უპირატესობა ჰქონდა ეს ტანსაცმელი იყო მისი როგორც სამღვდელო უპირატესობის მაჩვენებელი ასევე მესიანური წინაპირობის მაჩვენებელი რომ მასში უნდა მისით უნდა დაბადებულიყო მესია აი ეგ ასპექტი ჰქონდა ძველ აღთქმაში და კი ეგ ხატოვნად რა თქმა უნდა დოჩანაშვილს ეს აქ ბუკვალიზმში არ უნდა წავიდეთ იმიტომ რომ ეს ხატრული ნაწარმოებია და ის დედასთან აკავშირებს ხო ამას რომელიც არ ყავთ ამათ რეალურად იქ დედა არ არის ხატრულ ნაწარმოებში დოგმატური ბოძებით ვერ წავალთ რა სულისკვეთება ერთი და იგივეა იმასაც ხომ მოისვრის ცეცხლში მაგრამ კიდე აძლევს ნახეთ იმასაც იმხელა იქ რესე ხო დაისაჯა რესა საჯულიც არის მამა მაგრამ იქ ჩვენ ფრაგმენტს ვხედავთ მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ იმ რესასაც დიდი გზა ქონდა გავლილი თავის ცუღლტობაში და იქ რომ მიდის მამასთან ამ ამბავში იქაც კი ცდილობს მამა რომ იქნება ამ კაცმა გაჩერდეს და აღიაროს თავის შეცდომა მაგრამ არა აქ დომენიკო მიდის აღიარებამდე თუმცა ამ თავის მრისხანებებით ყველაფრით ადამიანური ფაქტორებით მოსე რო ჩამოვიდა იქიდან და ნახა კერპებს წემდნენ თაყვანს ის ფილები დაამტრია ორივე რაზეც ათიმცნება იყო ანუ ესეთი მომენტია სამოსელი არის პირმშოს სამოსელი თეოლოგიურად და დოჩანაშვილთან და ღირსების სამოსელიც არის ხო აბსოლუტურად ღირსება ახდილია არა მხოლოდ შესწოდა უბრალოდ ზნეობრივად არამედ დაეშვა ბოლომდე და არაფერი აღარ აქვს ტანსაცმელიც კი არ აქვს ნორმალურად და მამის სახლში ყველაფრის აღდგენა ხდება ბრალეულობაც ეხსნება ღირსებაც აღუდგება და შვილის რანგში აღადგენს ხო ეს უკვე იმის იმედით კი არ მიდის რომ შვილობა დამებრუნდება არა მაგრამ იგავში ნახეთ ბეჭედს უკეთებს ლუკას სახარებაში ბეჭედსაც უკეთებს ეს ნიშნავს რომ წარმომადგენელია მამის ძალაუფლების ნიშანია ბეჭედი ხო ფეხსაცმელს ჩააცმევს რაც მონებს და მოჯამაგირეებს არ ევალებოდა მამას რომ მათთვის მიეცა და უფრო მეტიც ამ ტანსამოს შემოსავს და ზვარაკს კლავს რაც თქვით რომ ქრისტეს ბევრი ფიქრობს რომ ქრისტეს განასახიერებდა ეს თუმცა ქრისტიანულ თვალსაზრისით ხაზი უნდა გავუსვათ რომ
ღმერთთან დაბრუნება ეს არ არის უბრალოდ რომ აი შენ ჯოჯოხეთი აგაცდინა და რაღაც. არა, თლიანად რაც სოდვაც არ უნდა კონდეს ჩადენილი იმის საპირწონე ღირსების აღდგენასაც აკეთებს ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის სამოსელისას შინაარსი. ერთგვარ სტატუსსაც განაპირობებდა შესამოსელი. კი. რამდენად სუფთა იყო, დასრული იყო და შენების მის სტატუსის გამო. ღირსება და რანგი. მაგ პირმშოს ტანსაცმელს სულ კი არ ეცვა პირმშოს გარკვეული, ასე ვთქვათ, მომენტების ის სულ სუფთად უნდა იყო. იმას იცმევდა, რომ აღესრულებინა ეს რაღაც ისეთი ღონისძიებების დროს იყო განკუთვნილი ეგ. ხო, ეს მიღების თემა ძალიან ესეთია, საინტერესოც არის და ხო, საბოლოო ჯამში მაინც არ ღმერთს უბრუნდათ, მამას უბრუნდათ, ხო, ესე არის. მოდაქ ერთი ასპექტი მაინტერესებს, ანუ თუ ეს შვილი იქნებოდა ავაზაკი, რაღაცა ძალიან ცუდი გზით ივლიდა, მაინც მიიღებდა მამა? არა. ხო, მაგრამ ხო, ეს ბოროტმოქმედი არ იყო ეხლა. ხო, მაგრამ მასე გარც უკითხავს პირ-პირ. არა, ისედაც იცის და უხილავი მხსნელი ხო მასთანაა. ეს უხილავი მხსნელიც ქრისტეს პროტოტიპი ის არის ჩემი აზრით. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი უხილავი მხსნელი. ვინ არის მხსნელი? ქრისტე. დოჩანაშვილთან ეს ქრისტეა ასკარად, სხვა არ შეიძლება იყოს. ეხლა ესე დავსვათ კითხვა. გელი და კრავი ერთად მოძოვსო. ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ამბობს, თუ არ ვცდები, ესაია ამბობს სასუფეველში. ეს რას ნიშნავს? მგელი რაშურება ჭამს ცხوارს, მაგრამ აი სტეფანე მოციქული რო ჩაქოლეს, პავლე მოციქული იქ დარაჯობდა ჯერ კიდე როცა საულე იყო. მე ხა წარმოვიდგინე პავლე და სტეფანეს შეხვედრა იქ, ეს ერთი. მანიაკი ავიღოთ, რომელმაც 50 თუ რამდენი 100 ბავშვი შეჭამა, იძალა და მოკლეთელი. და მოინანიათ, არც ერთ ჩვენგანს არ ემეტება ჩიკატილო, რომ მამამ მიიღოს, როგორც დომენიკო მიიღო. გვეგვეები ვართ ჩვენ აქ. მიხვდით რა ხდება. ჩვენ გვყავს კატეგორია მოწესრიგებული ცოდვილი უნდა მიიღოს მამამ. მანიაკი მოუწესრიგებელი ცოდვილია, ის არ უნდა მიიღოს. ის ეგ გჭირდათ ფარისევლებს, ზუსტად იქ ყვება ამ იგავს. არა ყველაფერი მეორდება სხვადასხვა ფორმატში. ანუ მონანიების შემთხვევაში იღებს. რა თქმა უნდა, ეგ, მაგრამ ჩვენ მონანიების შემთხვევაშიც არ გაგვემეტება. აბა შენი ბავშვი შეჭამოს და მოინანიოს თუ გაგემეტება სასუფევლისთვის. აუცილებლად შევეკითხებ ღმერთო, რატო უშვებ ჩემი ბავშვის შემჭმელს სასუფეველში? ხვის ბავშვს როცა შეჭამს, შეიძლება გაიმეტო თეორიულად, იმიტომ რომ ადვილია ცოტა მაინც. აი შენ რო შეგეხება კიდე არავინ არ იცის, შეიძლება ღმერთმა ყველას აშოროს და რომ შეიყოს უფრო მეტი ინტერესობაც ქონდეს. კი, მასიურად ვამბობ მაინც. ხო არა, ღმერთმა არ იცის თქო, მე ისე კი ვარ, მაგრამ ხო შეიძლება ასეც იყოს თქო. ერთ-ერთი ის არის, აი ეს ცნობილი ანუ რომ არაფერი აი სასოებას რო კარგავს ადამიანი, რომელსაც ესეთი ტრავმა მიაღწია, ხო? აი შეიძლება მხოლოდ იმიტომ რომ სულ ერთია მისთვის და გაუშვათ მიბუტერო. აი ხო შეიძლება ესე თქვას ადამიანმა, რა? ცნობილი ფილმი არის ის დამავიწყდა იმ მსახიობის. ტომ ჰენკსი ციხეშია და ხო, მწვანე მილი, ხო? თუ როგორ არის? ნუ ცნობილი კლასიკი ის დიდი ის ზებუნებრივი მით როა დაჯილდოებ განკურნების ნიჭით და ბავშვებს რო უნდა უშველოს და მანიაკი რო აუპატიურებს ჭამს და ამას შერჩება ეს სისხლიანი ბავშვები, ტყუპიბა გოგონები თუ და ამასო დააბრალებენ და ეხა ეს რო ზის და რო კლავენ ის მშობლები იმედია ჯოჯოხეთში დაიწვევი ეხა ხო არის და რეალური ისიც იყო ამერიკელი მანიაკი რო დაიჭირეს და გოგოს მშობელი რო ეუბნება თეთრთმიანი კაცი ეუბნება რომ ვერაფერს კარგს ვერ ვეტყვიო თქვენზე მაგრამ იცოდეთ რომ ნაპატიები ხართ. ხო, ასეთ შეიძლება ალბათ მოხდეს.
მე მაგალითად ესე მგონია რომ იმდენად ცარიელია მისთვის ყველაფერი რომ ეგეც სულ ერთია რა და გავუშვათ რახან სულ ერთია ვაპატიებ ასეც შეიძლება მოხდეს ნუ ფიქრობ ეგრე არ ფიქრობ შინაგანად ეგ სიტყვერად ამბობს რომ უნდა რომ ეგრე იყოს ეგეთი ძლიერი იყოს თავისთავად შეხმარება ანუ ქრისტე მოგაპატიაო და მაგრამ იქ სხვებიც ისხდნენ ვინც ეუბნებოდნენ რომ მიუტევენ ეს თემა და უნდა რომ იყოს ძლიერი არ ამგონია რომ იმას გულისხმობდეს რასაც ამბობს არა უბრალოდ სხვა რაღაცი იქ მაგრამ ეს მანიაკი ამ სიტყვებითაც კი მე აცრემდა მაგის მე იქამდე რაღაცებს ეუბნებიან და საერთოდ ცინიკურად უყურებს ყველას და ამ კაცმა რო უთხრა შეიძლება ბოლომდე ვერ აპატია მაგრამ აქვს სურვილი და უთხრა რომ ქრისტეს შეუძლიაო შენ რო გაპატიოსო და რაღაცნაირად ეს კაცი ეს ისეთი მომენტია პირადად ყველას განგიცდიათ ალბათ რაღაც დოზაზე პატიება როგორ ძნელია როცა მართალი ხარ ძალიან მართლა ზოგადად ჩვენ ამ საკითხს უყურებთ ჩვენი ადამიანური პრიზმიდან მაგრამ მაგალითად ლაშამ კაი შედარება მოიყვანა რომ აბა შენი შვილის მკვლელს აპატიე მაგრამ ღმერთი ცოტა სხვანაირად უყურებს ღმერთისთვის ადამიანი რომელიც მოექცა უკვე მისი შვილია და ვინც მოკლეს ისიც იმის შვილია და ყველა ღმერთმა და მარადიულობის პერსპექტივა შვილებმა ვქართ ბევრი შვილი ყავს და ძმებმა ერთმანეთი მოკლეს და დაგიდგა საკითხი ისე რომ ის შენი შვილი ვინც მოკლა მართლა უწფერად ინანიებს არაპატიებ მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ტკივილია და ისიც შენი შვილია და ისიც მე იტყვის ასიკილო მე ვარ თვით არა თუ მოინანია ხომ ეს აქ საუბარია იმაზე რომ მონანიების გარეშეც იყებსო არა მაგას არ ასეთ მაგალითზე მისვლა როდესაც ძე მიდის მისვლა უკვე სინანიულია ხო იმიტომ რომ იქ რას ხო ან მონანიების შემთხვევაში იღებს და თუ არ ინანიებს მანიაკი იმას აღარ მიიღებს მაგრამ არის ერთი საინტერესო დილემა მისვლა ურთიერთობის ნიშანი ანუ ადამიანს ძალაუფლება არ აქვს რომ საკუთარი სიტყვა თქვას აი თქვა მე თუ არ მიუტევებ იმეს რა თქო სამართალი არ არის დალაგებული სწორად მეც ხომ უნდა მიუტოვე რომ ეხლა კი ადამიანურ სამართლიდან გამომდინარე ვამბობ მაგრამ თქვა შეიძლება მე რამე დამიშავე მეც უნდა მოგიტევო გარდა იმისა რომ ღმერთმა მოგიტევოს ხთი და მე თუ არ მოგიტევე მაშინ ჩემი უფლებები დარღვეული არის აი როგორ არა კაცო რა არა უფლებები იმიტომ რომ სამართლად მოგიხსნენ და იმიტომ ხო ან მე თქვა თანახმად შენ გასამართლა ანუ მეც წინამიშვით ჯოჯოხეთში ანუ თქვა მეც მივდივარ იქითკენ როგორც ეს ტიპი უნდა დაისაჯოს ისე როგორც უნდა დაისაჯოს არა ეს ხო შენი სიმართლეა და არა ობიექტური საფრთხო სამართალი მან ალბათ იმით უნდა იმსჯელო აი აი სასწავლო ჩიკატელოს მოკლული ვერავადგინეს ერთ-ერთი ბავშვის დედა ამბობს რომ აი იქ სამოთხეშია მიიყვანეს და ყარებთან დააყენეს და მობძანე მეტონო შენ რაღაცა ეს ტაჯული ხარ და შვილი შეგიჭამეს და ესეულებ რომ ჩიკატელოს ხედავ აი დაბოდიაროს და ეს ტიპი მე არა ვარ თანახმა რა მე არ ვაზრო ჩემს იურიდიულად მართალი ხარ ყოფილი ვერც ერთი ვერ მოხვდით არა იურიდიულად მართალი ხარ მართლა ისე უნდა შეხედო როგორც იურიდიულად ხო და აეგ თემა არა ხო და შეიძლება არ არსებობდეს სამართალი აი რა როგორ შემთხვევაა რომ უსამართლობა ჩემი შეკითხვა არის ესეთი რომ მამა იღებს ეგუება სხვა გზა თუ მონანიების გარეშეც შეიძლება აი ეს არის ჩემი დილემა მონანიების შემდეგ ჩანს ესე ჩანს ანუ მონანიება არის და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები წელი მონანიებაზე აქ პრობლემა არა ეგ რა თქმა უნდა მაგრამ სიცოცხლეს მაშინ უფლებებს აღარ არა სიცოცხლეს კაი მონანიება რა არის
ეხა ეს კანონი ზოგადად თავის მოშმარდი და ზოგადად ციხეში ჩასწრება. ყველას თავის კულტურა. ერთადერთი ხო ერთმანეთს რო ერთადერთი შეიძლება გამართლება ქონდეს რა გაგებით იცი ერთადერთი მე რომ ვიფიქრია რომ ეს რო ეუნება ის ესეთი სცენარულად რა რომ ანუ ამას აკრაუნდა თქვათ ის დედა შეჭმულის რა და ამ დროს მისი შვილი იქიდან ხელს უქნევს რომ იმარო შემჭამა მე მაგითო მოვხვდი აქ აი ეგ შეიძლება იყოს რაღაცა თემა რა ერთადერთი ამბავი რომ ანუ აი რაღაცნაირად რეალდება სამართლებრივად ვიხდი რომ ის ვისაც ავნეს იმას ანუ აქაური თვალსაჩინით ავნეს მაგრამ სხვანაირი თვალსაჩინით რო შეხედო რაღაც ზეციური თვალსაჩინით ეს იყო მისი ბილეთი იმის რა 60-ისკენ 60 აი ან ბონუსები ეწერება იმას ანუ ბონუსებზე არა ანუ რა სამართლიო აქედან ლოგიკა არის და რელიგია ადამიანს აძლევს იმის საშუალებას რომ დაიშვიდოს თავის თავი რა აქაურ ყოფაში როგორც მე დაქონდეს რომ იქაურ ყოფაში სამართალი გასწორდება შეიძლება ერთს ვიტყვი და იმიტომ სწორი შენიშვნა იყო რომ სამართლიანობა რა შემდგომარეობს მაგალითად გავიხსენებდი ლევიანთა წიგნში არის მთლიანად ასე ვთქვათ სისტემა როგორ არის დალაგებული როგორ უნდა ახსოვდეს სამართლიანობა როდესაც მე მოდივარ და შენ რაღაცას გიშავებ მე იგივე უნდა მივიღო ოღონდ არამეტი უნდა გავსწორდეთ რომ ღვთის სამართლიანობა ახსოვდეს ეს არავის არ გაუქმებია ანუ რეალურად ღმერთი არ უყურებს საკითხს ისე რომ ჩვენ რადგან მოვინანიეთ შედეგებს არ მივიღებთ მაგალითად არის შეიძლება რაღაცა დანაშაული კი მოინანიე გულწრფელად მართლა მაგრამ შედეგებს მიიღე იურიდიულად დაისჭები ხო ახლა ადამიანი თუ მოკალი დაგიჭერენ და ჩაგვსვამენ საუბარია იმაზე რომ რა არის მონადირება და თავისი აზრით და თავისი აზრით ნიშნავს უკვე იმას რომ შემოbrunება შეცვლა და როდესაც ადამიანი რეალურად ინანიებს ის რაც გააკეთა იმ ძალის ხმევით რაც მას შეუძლია ამ ყველაფერს ცვლის ეს არ არის მე მოვინანიე და всё არა უყურე აქ იმას არ ვამბობ მე რომ ის მანიაკი ჩასვეს კაცოს ციხეშიც და სიკვდილით მოკლეს ეგ იურიდიული სამართალი აღსრულდება მარადიულ პერსპექტივაში მაგალითად იურიდიულად ვერავინ ვერ დაალაგებს წარღვნა ავიღოთ და მომიყვანეთ საუკეთესო იურისტები ღმერთი გამოვა დამნაშავე მათი შეხედულებით რატომ წარღვნისას ჩვილებიც დაიხჩო იქ ხო რა დანაშაული ქონდეს მაგას იურიდიულად არ არის მართალი ღმერთი იობიც როგორ იობის ქრისტეშობისას ყმები რომ და კი ბატონო და ბევრი მომენტია ეგეთი როცა მოსეს დროსაც კი არც ბავშვები არ დატოვო იქ წერია და დახოცეო იურიდიულად გიჩდება ის რომ არ არის მართალი მარადიულობის პერსპექტივით ამბობენ რომ სწორი იყო იმათი დახჩობა იმიტომ რომ უკეთესი არაფრით არ გაიზრდებოდა ის უარესი იქნებოდა მარადიულობის პერსპექტივით უყურებს დაშვება მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ნებასადღამაში იქნებ თავისუფალი ნების საკითხიც არის იქამდე სანამ ადამიანს შეუძლია წარწმინდოს სული არ წარწმი ძალიან რთული საკითხია ზოგი ფიქრობს რომ საერთოდ თავისუფალი ნება დაცემულ ადამიანს არ გააჩნია ეგეთი შეხედულებაც არსებობს ამიტომ ეს ცალკე განსჯის თემა მაგრამ თვითონ აი თქვენ რო იყოთ მოსამართლე თუნდაც ის ცნობილი მოსამართლე ახლა ხან რომ მოკვდა და ბევრს რო ისა პატიობდა ხოლმე რა ერქვა იმას ამერიკაში ხო იტალიური გვარი ხო მარადიულობის პერსპექტივით რო შეხედო მხოლოდ მაკედან შეგიძლია გაიაზრო ეს წარღვნის კატასტროფა
იურიდიულად ღმერთი დამნაშავეა. სუფთა იურიდიულად რო ვთქვა. იმიტომ რომ ბავშვი არ აგებს პასუხს მამის ცოდვაზე, ასე წერია მე ჯულში. ლექციებში ღმერთს არჩევი რა შეიტანა. ხო, ერთმა ამერიკელმა სენატორმა სახელს ვერ ვიხსენებ. არსებობს ასე. უჩივლა ღმერთს რომ რატო არს ამდენი შტორმები ისინი მოავლინეო, გვაზარალეო. ანუ ვაკ ეს უსამართ როგორ არის იცით? ადამიანს უნდა რომ ღმერთი მის ცხოვრებაში იყოს მოწყალე, სხვის ცხოვრებაში იყოს სამართლიანი. ხო, აპატიოს, სხვას არ აპატიოს. ანუ აი ეს არის. მაგრამ იურიდიულად ეხა კანონი ხო არის, მოკალი კაცი მოინანია ღმერთი გაპატიებს. იმის ახლობლები გაპატიებენ თუ არა, შენ ვერ გააკეთებ ამაზე გავლენას, მაგრამ სახელმწიფო არ გაპატიებს და არც უნდა გპატიობდეს, იმიტომ რომ ეს ასეა. მაგრამ ზოგადად იურისპრუდენციაში არის ესეთი, ასე ვთქვათ, უფლება, რომელიც განადგურების უფლებას უწოდებს, მაგალითად, ჩემი პირადი ქონება, ჩემი საკუთრება, მე ავაშენე, მე შევქმენი, მე იურიდიულად მაქვს უფლება, როცა მომინდება გავანადგურო. როდესაც ის აბსოლუტურად ჩემი საკუთრება, ამის დეკლარაცია მოახდინო და დეკლარაციის შემდეგ ეს ყველაფერი გავანადგურო. ამ პრიზმით რო შევხედოთ, ღმერთს ვერ მოვიდარდით, იმიტომ რომ სიცოცხლის ავტორი და პრინციპში ვინც იძლევა სიცოცხლეს, ის არის. ანუ თავისი ნება მოგცა, აიღო შედავე ან მოდავება ამ თვალს. არა, მე არ ვედავები, მე უბრალოდ დასკვნებს ვაკეთებ, თორემ მე როგორ უნდა შევედავო ახლა. ხოიძახის სამართლიანი ვარ. კი, მაგრამ აქ სამართლიანობას ვეძებთ ახლა რაში დგომა. ხო და სხვაგან ეგრე არ არის ერთი ტექსტი, წყალობა აღემატება სასამართლოსო, იაკობი წერს. რას ნიშნავს ეს? ანუ რაც გეკუთვნის ის თუ მოგიზღო, ვაფშე განადგურდებიო. მოწყალე გამოდის და არა სამართლიანი. თვითონ საზღვრავს, სად უნდა გავრცელდეს ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ მე რომ წარღუნაზე რომ თქვენ რო დასვათ კაცრი იურისტები, ათეისტები. ღმერთი გამოვა დამნაშავე იურიდიულად. იმიტომ რომ ბავშვებს არაფერი პირადად არ დაუშავებიათ, მაგრამ საღვთო თეოლოგიური და სიღრმისეული შეხედულებით რომ გადახედავ მარადილობის პერსპექტივით, ამბობ რომ ეგრე ჯობდა ალბათ. ხო? იურიდიულად ვერ გაამართლებ მაგას. ხო, ანუ ამბობენ კიდე რომ ღმერთი მორალის მიღმა არისო. სწორედ ეგ არის, რომ ანუ მორალის უფრო მეტია ვიდრე მორალი. რაღაცა სხვა სამართალი უნდა არსებობდეს. ხო. იქ ისეთი რომ მაინც მგონია რომ ორივე მხარე ერთდროულად ყოფილი უნდა დარჩეს იმ თვალსაზრისით რომ ძალადობა გამოდის სხვანაირად. მაგისთვის მოიგონეს სხვა თეორია რომ საბოლოოდ ყველა თავს დააღწევს ჯოჯოხეთს. მაგრამ უნდა ზღოს თავისი მოუნანიებელი ცოდვები ჯოჯოხეთში. სხვათა შორის ისლამში ეგეთი შეხედულებაა რომ ერთით აღდგომის მერე იქნება განკითხვა და მერე ჩაქსვამენ ჯოჯოხეთში იმდენს, რამდენსაც შენი ცოდვები სწონის, უნდა ზღო და საბოლოოდ ჯოჯოხეთი დაცარიელდება, მხოლოდ შეიტანი დარჩება ჯოჯოხეთში. რაიშან. აი შეიძლება იყოს ისაკასური საგვარეულო ისინი ვახუნე რაღაცა უცნაურობები რო ხდება საგვარეულო ცოდვას რო ეძახიან ყევლად და რაღაცა აი რაღაცა არის ყველა ინდივიდუალურად აგებს თითქოს პასუხს მაგრამ რაღაცა ფაქტია რომ რაღაცა საგვარეულო ხაზში არსებობს აი დალოცვილი და კურთხეული გვარებიც არსებობს რაღაცა სულ გამოსდით თითქოს და არიან გვარები სადაც აი რაღაცა ეს ცოდვის თემა ტრიალებს. ეხლა ბერნი მაგას ამბობს, რომ ეს საგვარეულო სცენარებს პარტიულად ხსნის რა, რომ ჩვენ ერთმანეთს ისე იგი სიტყვერად გადავცემთ ამ ინფორმაციას და ეს მე მოქმედებს შენზე. თქვათ რაღაცა თემა რო არსებობს, ამ ლეგენდებს ყვები და ეს ლეგენდები
5-7 თაობა დაახლოებით ყვებიან, მერე ქრება, მერე იკარგება, ან ტრანსფორმაციას განიცდის და ერთადერთი გამოსავალი არის რომელიღაცა უნდა ჩაკეტოს ეს ლეგენდა. პირი ამოიკეროს ასე ვთქვათ რა. ანუ ინფორმაცია მოქმედებს. ინფორმაციის მოკლაფი და სრული შეცვლა ასე ვთქვათ რაღაცის რა. ეგეთ რაღაც თეორიას ავითარებს. და მეორე კუთხით რო შეხედო, ეგ ძალიან საინტერესოა, რომ აი რაღაცა თითქოს მოდის, მივხვდი, აი რაღაცა ხაზივით არის რა. ძალიან უცნაური. არ ვიცი, ზოგადად გახსოვთ იობის წიგნიც ვინც იყავით რომ გავიარეთ. იობის ხო? თუ ადვოკატად დაუდგები ღმერთს, გამტყუნდები. თუ დაადანაშაულებ, მაინც გამტყუნდები. ბოლოს მაინც შეძლებდა. და იობი ეუბნება, ის მკლავსო და მაინც მისი იმედი მაქვს. სამაგერად ბოლოს მაინც და ან ჯიუნდა მოდის ხო? მაინც აღუდგენს იმას. წყევლის და კურთხევის მომენტებიც არის ხო საღვთო წერილშიც ჩანს ეს და იქ რავი ძალიან უნდა ეცადო რომ წყევლაში მოყვე, იმიტომ რომ წყალობა იმდენია მაინც ადამიანზე რომ არის ეგ პრინციპებიც მუშაობს. რაღაც თესვის და მკიც რასაც დასთესავს კაცი იმას მომკის პავლე მოციქული ამბობს ხო. აქ იმაზე ალაპარაკობს მარტო სხვისთვის ასაკეთებს, საკუთარ თავსაც რას უკეთებ იმაზეა იქ კონკრეტულად ლაპარაკი. მარტო იურიდიულ ცოდვას აქვს იურიდიული ასპექტი, მაგრამ უფრო ხრმა რაღაცა. იმიტომ რომ სადღაც დგება თუნდაც ბიბლიურ თხრობებში, აი არ ჯდება არანაირი იურიდიულ კატეგორიებში. იმაზე უფრო სხვა პერსპექტივა ამოდის და მაგის რაციონალიზაციაც ძნელია მერე რა. ერთი ესეთი კითხვა რო დავსვათ. ბევრი შეიძლება იმსჯელოს ადამიანმა თუ სხვა სამართლიანად მოექცა ღმერთი თუ უსამართლოდ, მაგრამ საკუთარ თავზე შეგიძლია თქვა მე სამართლიანად მეკცევა თუ უსამართლოდ. აი ეგ მომენტია ალბათ. მე ვფიქრობ, რომ პირიქით სამართლიანად რომ მომექცეს პირადად ჩემზე. მე ანუ აქ არ უნდა ვიჯდე ახლა ალბათ. პირადად ადამიანი როცა ბრუნდება მამის სახლში როგორც დომენიკო, ხვდება რომ საერთოდ არ ახარ აქ რომ მოხვედი იმის ღირსი, მაგრამ მამა ღებულობს. აი ეგაა მთავარი მომენტი. გამოსამართლობა, სამართლიანობა ის რომ ცოდვის საწყობის სიკვდილია და უსამართლობა მდგომარეობს იმაში, რომ რადგან შენ არ შეგიძლია გამოისყიდო შენი თავი, ის მოდის და ისაკეთებს იმას, რაც შენ არ შეგიძლია შესაბამისად ეგ შენი დამსახურება არის. ამიტომ უსამართლობია რო ჩვენ აი მაგალითს გეტყვით, ჩემი თანამშრომელი იყო, ზუსტად დღეს მეყვებოდა ამბობს, რომ მის ძმას ყავდა შვილი, რომელიც დაიბადა, ანუ რაღაცა პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის, ლეიკემია ჰქონდა, რაღაც სიმსივნური პროცესი ჰქონდა სისხლში. მოკლედ, ამ ბავშვმა იცხოვრა 12 წელი, განიკურნა 10 წლის ასაკში და მე აღმოჩნდა თავის ტვინში სიმსივნე. ანუ როგორც ჩანს მეტასტაზი წავიდა, გაიპარა რაღაცა, მოკლედ. და საბოლოო ჯამში ანუ 12 წელი იბრძოლეს თუ 10 წელი და ბავშვი გარდაიცვალა. ცოტა ანუ ის კაცი ვერ იფიქრებს რომ ღმერთი სამართლიანად მოეცა, თუმცა მე ორი შვილი გააჩინა კიდევ. ვერა. მაგას ვამბობ რომ ყველას აქვს თავისი მძიმე ისტორია. ბავშვმა რა დააშავა, ხო 12 წელი ანუ მთელი მისი ცხოვრება მკურნალობაში გაატარა და ბრძოლაში. არ მაქვს მე მაგაზე პასუხი. მართლა არ მაქვს. აი არა მაქვს და ვერ დავდგები ადვოკატად, მაგრამ მოუნაცვლავი ბავშვი ის თემა კიდე რომ ასანთელი არ უნდა ანთო და ის არ უნდა ანთო. არ ვიცი, მე მაგ საკითხს საერთოდ არ განმიხილავ. ორი თვის ბავშვმა ხო არ თქვა არ მომნათოთ. მე პირადად ვაიფაპ საერთოდ არ განმიხილავ მაგ საკითხს, იმიტომ რომ აი როგორ უნდა დასვა ეგ საკითხი. საერთოდ ვეღაცის რიტუალზე რო აკეთებ ბავშვის, არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.